დილამშვიდობის ეთერშია დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ შემუშავებულ ეგრეთ წოდებულ ლარიზაციის გეგმას დადებითად აფასებენ ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბანკო სექტორზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმა ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს შეუწყობს. ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის რეკომენდაციებს იხსენებენ, რომლის მიხედვითაც უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა უნდა შემცირებულიყო. მთავრობის გეგმის შესახებ გუშინ მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე გახდა ცნობილი პრემიერის განცხადებით, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა მოხდება. მოქალაქე აღნიშნული სესხის დაფარვას არსებული კურსის -20 პუნქტის ოდენობით შეძლებს. სუბსიდირებას ახდენს სახელმწიფო, ხოლო თავად საბანკო სექტორზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება, არც ლარის, არც დოლარის კუთხით, ყველაფერი ამის უზრუნველყოფას გააკეთებს ეროვნული ბანკი. დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ზეწოლა უნდა მოიხსნას ლარის კურსზე, რაც ბუნებრივი არის იმუშავებს იმისკენ, რომ ლარის კურსი გამყარდეს. ჯერ კიდევ 2012 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ რეკომენდაციებში კონკრეტულად იყო მითითებული, რომ არაჰეჯირებული სესხები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქვეყანაში, ანუ იმ ადამიანებს ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, მათ ბანკებმა, მათ შორის იპოთეკური კრედიტები მხოლოდ და მხოლოდ ლარში ეროვნულ ვალუტაში უნდა შესთავაზონ და ეს გადაწყვეტილება, მთავრობის ეს გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები მინიმუმამდე შეუმცირდება. ონლაინ სესხების გაუქმებას ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებას გამოიწვევს. ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ ონლაინ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირებულიყო და ის 15%-ით უნდა განსაზღვრულიყო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ეგრეთ წოდებული შავი ბაზრის შექმნა გამოიწვიოს და მოსახლეობამ თანხის პროცენტით გაცემა დაიწყოს. ჩვენ მივიღეთ უბრალოდ ასეთ ადმინისტრაციულ რეგულაციას, რომ გავაუქმოთ საერთოდ ონლაინ სესხებს. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება შეამცირებს საინვესტიციო მიმზიდველობას, რამე თუ ეს ონლაინ სესხები, ეს არის უცხოური ვალუტა და შემოდინება ქვეყანაში. შესაძლოა ძვირი, მაგრამ არავინ არ გვიშლის ჩვენ ხელს, რომ კი არ უნდა აღვგრძალოთ, არამედ შევძლოთ შეძლების დაგვარა და დავწიოთ პროცენტი. რითი არის ცუდი ონლაინ სესხი წლიური 10-15%-ის ოდენობით. თანამედროვე პირობებში არაფრით. აზრის ფორმულირება იყოს სულელური, მოკლებული ყოველგვარ შინაარს და თანამედროვეებისგან მოწყვეტილი. როგორი ფორმით აპირებენ ონლაინ სესხების ანგზავნას მე არ მესმის. ალბათ იგულისხმებოდა უშუალოდ ეგრეთ წოდებული ონლაინ სესხების განცემი კომპანიები და არა ონლაინ სესხების ზოგადად, იმიტომ რომ ბანკების გასცემენ ონლაინ სესხებს და თანამედროვე დინამიკა იმაშია, რომ ყველაფერი ელექტრონულად უნდა მოხდეს. მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დღეს წარუდგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტში ყველა ის საკითხი იქნება ასახული, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში და განმარტავენ, რომ გეგმა მიზნად ისახავს ლარის გამყარებას. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ეს მტკივნეული, თუმცა ერთადერთი ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის არსებობაა საჭირო. მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევებით და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებით ხსნიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილების მხარდასაჭერად მყარი არგუმენტები დაასახელა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ უნდა გაგვექცეს ხელიდან, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდეს თუნდაც ასეთი მტკივნეული მეთოდებით. ყველამ უნდა ვიფიქროთ ასეთნაირად უნდა მივუდგეთ ბანკებიც, საფინანსოებიც, რომ ჩვენ ეს ნაბიჯები გადავდგით ბიზნეს გარემოს ზოგადად საერთო სტაბილიზაციისათვის, რომელიც ყველას ინტერესში შედის. აქციზის საკითხი იქნება თუ სხვა გადასახადების საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად მოგების გადასახადი მცირდება შემდეგი წლიდან. აღნიშნული საკითხები მე ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმატებას, მათ შორის მთავარ გამოწვევას ეკონომიკურ თვალსაზრისით.
გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიას და სანდრა რულოვსისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები კენჭს დღევანდელ სესიაზე უყრიან. სხდომაზე კანონმდებლები ორ დადგენილებას მიიღებენ. დადგენილებით ის კანონპროექტები განისაზღვრება, რაზეც მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს. საერთო სასამართლოების რეფორმირების ეგრეთ წოდებული მესამე ტალღა, საგზაო უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და მიწის რეფორმა ეს ის საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელთა განხილვაც წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, თუმცა მათი დამტკიცების პროცედურები არ დასრულებულა. პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ 100 კანონპროექტიდან ის პაკეტები გამოყო, რომლებზეც მუშაობა განახლდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების რაოდენობა 31 აღწევს საკითხზე 15-ვე კომიტეტმა უკვე იმსჯელა. იმ ინფორმაციის რეჟიმში საინტერესო იდეა და აზრი უსურვო განვიხილეთ ყველა ის კანონპროექტი, ასე მეტი კანონპროექტი, რომელიც გადმოყვა წინა მოწვევის პარლამენტიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტს და კომიტეტებმა შესაბამისად დარგობრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელ კანონპროექტებზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ეგრეთ წოდებული მესამე ტალღის კანონპროექტზე, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმას. ვაგრძელებთ მუშაობას გარკვეულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება მაგალითად წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრებას. პარლამენტმა პირველ ეტაპზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმ წევრების მიმართ, რომელიც უკვე მთავრობაში არიან. დავადასტურებთ იმ კანონპროექტების გაგრძელებას, რომელზედაც უკვე შეთანხმდა 15-ვე კომიტეტი, რომ გაგრძელდება და ეს არის 31 კანონპროექტი. მეორე დადგენილებით იქნება კონკრეტული საკითხები, რომელზედაც არ ჩათვალეს კომიტეტებმა საჭიროდ, რომ გაგრძელდეს კანონპროექტების განხილვა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სხდომა ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. 2 დღით ადრე კი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან გამართავს შეხვედრებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ასევე ევროკომისართან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან. ვიყენებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებულ ბერკეტს და იმ თანამშრომლობას, ურთიერთობას, პოლიტიკურ კონსულტაციებს წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირის სტრუქტურებთან, რათა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროცესი დასრულდეს მალე. ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი თემა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. პრემიერის უკვე არჩევნების შემდეგ არის პირველი ვიზიტი და სიმბოლურია მისი ბრიუსელში ჩამოსვლა. სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს, ეს ეხება უსაფრთხოების თემატიკას, როგორც რეგიონში, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, რა გამომწვევებია, რა მიღწევებია ამ კუთხით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ასევე ვიზა ლიბერალიზაციას, იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტელეკომპანია რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით ამავე ტელეარხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ეხმაურება და მედია სივრცეში პლურალიზმის მნიშვნელობასა და მედიის თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას. ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატების საქმის კურსია, რომ უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს სააპელაციო და ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებებს რუსთავიორის მესაკუთრის ცვლილების შესახებ. კირბის განცხადებით, ვაშინგტონს ცხადია აშფოთებს ის, რომ გადაწყვეტილება ქართული მედია სივრცის პლურალიზმზე იქონიებს გავლენას. ჯონ კირბი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ამას კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლკში ურთიერთშელაპარაკების დროს მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით რძალი ხელში დაჭრა. რძლის მამა კი მოკლა. შუახნის მამაკაცი ლაგოდეხის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თავისი სტუმრები იყვნენ, ანუ მოყვარეები იყვნენ მოსული და ის
ამოიღეს და რავი მოკდეს თავისი გოგოს ქმარი და გოგო დაჭრეს ხელში და ანუ ერთი ბიჭი ფეხში. ერთის როლის ხმა გავი. ქმარი ავაყენე უთხარი ისქენი გადი რაღაცა ამბავი მოხდა მეთქე და დილაზე შევიტყვეთ რომ უკვე კდარია კაცი ნასრული ქო. სიცის მას უსროლია თვითონ მათი ნათქვამით მე ასე ვიცი. აუდიტორია 115-ის წევრები და უნივერსიტეტის თვითმმართველობა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს და უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ. თვითმმართველობის წევრების განმარტებით შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს და სტუდენტების მოთხოვნები კიდევ ერთხელ მოისმინეს. აუდიტორია 115-ის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო და მათი ვარაუდით შეხვედრას ქმედითი ნაბიჯები არ მოყვება. შეხვედრაზე გაჟღერდა ძალიან პოზიტიური მესიჯები ორივე მხარის მხრიდან. ძირითადად საუბარი შეეხებოდა სტუდენტური თვითმმართველობის მოწყობას. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ რექტორიც მზად არის ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდოს და რეალურად შედგეს კონსტრუქტიული საუბარი და ავტორი 115-მა შეწყვიტეს გარკვეული დესტრუქციული მეთოდებით ბრძოლა. რაღაც არსობრივი შეთანხმება არ მიღწეულა გამომდინარე იქიდან რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, შეიძლება ასე დავარქვათ. ხალხტომი მარიამ ჯაში თავად როგორც ერთი პიროვნება თანახმაა და ემხრობა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენი ვარაუდით არსებობს რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პრობლემა და პრეცედენტის შექმნის პრობლემა, რომ თითქოს სტუდენტებმა თავიანთი პროტესტით შეცვალეს კანონი ქვეყანაში. შეზღუდვებია სარფის საბაჟო გამშვებპუნქტზე, რის გამოც ავტომანქანებით საზღვრის გადაკვეთა შეფერხებულია. მიზეზად მძღოლები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. ნაწილი ამბობს, რომ თურქეთის მხარეს კვლავ პროგრამული ხარვეზი აქვს, ნაწილი კი შეფერხებას სარემონტო სამუშაოებს უკავშირებს. კომენტარს არ აკეთებენ თურქეთის გენერალურ საკონსულოში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თურქულმა მხარემ საბაჟოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ამ დროისათვის 6-ის ნაცვლად მხოლოდ 2 გასასვლელი მოქმედებს. ერთი გამსვლელ, მეორე კი შემომსვლელ ავტომანქანებს მოემსახურება. შეფერხებების შესაძლოა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რადგან სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება. ერთი საათია რაც ამ ადგილას ვდგავ, არ არის ძვრის მანქანები, მოვიკითხე რამდენჯერმე და მითხრეს ტექნიკური პრობლემები არის. დილით თავისუფლად გადმოვკვეთეს საზღვარი. აქ 1 საათზე მეტია რაც გაჩერებული ვარ. როგორც გავიგე, ტექნიკური პრობლემებია, იმასაც ამბობენ სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა გადმოსვლისას სამუშაოები არ შემინიშნავს. 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობაზე. ძალადობას გამართლება არ აქვს. ამ სახელწოდების კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემის მოგვარების გზებზე და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მეთოდებზე უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობენ. ორგანიზაცია ქალებისთვის აკესოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალადობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია აივ ინფიცირებულ ქალებზე, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ და სექს მუშაკებად მუშაობენ. კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. მათთვის ვისაც ცნობილია ეს ფაქტი, რომელიც ზუნდა და იმუფლებებს რას აივით ინფიცირებული ქალები კიდევ უფრო მეტად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და ძალადობის მსხვერპლი ქალებს კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი ხდებიან ამ დაავადების მიმართ. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ პარტნიორებთან ერთად ერთობლივად ვიმუშაოთ პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებაზე საზოგადოებაში. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა. კურსის პირველი დღე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და თანამედროვე გამოწვევებზე დისკუსიას დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო. ხანეს ჰანსომ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ილაპარაკა და თანამედროვე გამოწვევებში რუსეთის ფაქტორიც მიმოიხილა. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებული ქმედება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დასავლეთის რეაქცია უფრო ძლიერი უნდა იყოს. ესტონელმა კანონმდებელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ჯარში გაწვევის სისტემის არსებობა აუცილებელია. თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების ეს კურსი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდება, არის შესაძლებლობა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ სახელმწიფოს სხვა უწყების წარმომადგენლებისთვის გაეცნონ და უშუალოდ გაეზიარონ ის ინფორმაცია, ის მოსაზრებები და ის ანალიტიკა, რაც ზოგადად ქვეყნის თავდაცვას და ქვეყნის თავდაცვასთან დაკავშირებულ არსებულ სტრატეგიულ სიტუაციას ახასიათებს. აღნიშნული კურსი მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ
უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და ჩვენთვის როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია მათი მოსწრება, მათი კრიტიკა. სირიაში თურქეთის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის მიზანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდება. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აკეთებს. ამასთან ანკარაში აღნიშნავენ, რომ თურქეთს სირიის ტერიტორიაზე არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სირიის კრიზისის მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა და მათი რიცხვი კვლავ იზრდება. რის ფონზეც თურქეთი იძულებულია სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად ქვეყანაში შევიდეს. 12 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა თურქეთის ქალაქ ადანაში ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის 11 მცირეწლოვანია. ხანძარი ერთ-ერთ კერძო სკოლის სამსართულიან შენობაში გაჩნდა, სადაც სულ 34 მოსწავლე ცხოვრობდა. ხანძრის დროს მოსწავლეთა ნაწილმა შენობის დატოვება ფანჯრიდან გადახტომით მოახერხა. წინასწარი ინფორმაციით ხანძარის შენობაში ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. აზერბაიჯანის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად სასჯელი ჯარიმის სახით 500-დან 1000-მდე აზერბაიჯანული მანათის გადახდას ან 2 წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოს და ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთასაც მოიცავს. ძიუდოს აკადემიაში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ახალგაზრდა კარატისტებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ბულგარეთის დედაქალაქმა ახალგაზრდა კარატისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24 ქვეყნის 362 სპორტსმენმა. 22 წლამდელებში ლევან ვერულიძემ შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა და ჩემპიონი გახდა. ლევან ყარამანაშვილმა ვერცხლის medali დაისაკუთრა, ხოლო კადეტებში გიორგი თებიძემ ბრინჯაოს medali მოიგო. სოფიაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩატარდა ევროპის კარატეს ორგანიზაციის ასამბლეა, რომელმაც კიდევ ერთხელ ახალი ვადით პრეზიდენტად აირჩია ჰოლანდიელი კუნ შარენბერგი. ამასთან აირჩიეს მმართველი საბჭოს 6 წევრი, საიდანაც 1 ქართველია. თბილისურმა ევროპირველობამ კარატეს ევროპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო, სწორედ ამიტომ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი კვლავ თბილისში ჩატარდეს. რომელი წელიწად განსაკუთრებით წარმატებულია კონტაქტური კარატის ფედერაციისთვის. ჩვენ ყავს მოქმედი ევროპის ჩემპიონები, ყავს როგორც უფრო სასახში ჭაბუკებში და ასევე ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა ეს მისამართებელია. სამშობლო ფედერაცია როგორც სპორტული შედეგებით, ასევე მენეჯმენტით, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით და ამის დასტურია ზუსტად ისო წელს ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლებს. ბულგარეთში გამართულება სოფიაში ევროპის ჩემპიონატზე დავიკავე მეორე ადგილი, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად მოხდა რომ საპრიზოზე შევედი ჩემპიონატზე და ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, თუმცა შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ დარჩები, იმიტომ რომ ვფიქრობ მეტი შემიძლია. კონსერვატორ ქალთა საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა რუსთავში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ქართული ოცნება კონსერვატორების მიერ ხელნაკეთი ნივთების და სურათების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. გამოფენა გაყიდვა 3 დეკემბრამდე გასტანს. გაყიდული ხელნაკეთი ნამუშევრებიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ცნობილი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის დაბადებიდან 140 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა ეროვნულ გალერეაში. ექსპოზიციაზე მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები, ფოტოები, დოკუმენტური და მემორიალური მასალა გამოიფინა. იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია, მასზე უკავშირდება სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტის შექმნა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავად ხელმძღვანელობდა. გალერეაში შედგა იაკობ ნიკოლაძისადმი მიძღვნილი წიგნი ალბომის პრეზენტაციაც. ეს გამოფენა არის უპრეცედენტო, ასეთი მასშტაბის გამოფენა, ექსპონატების ასეთი სიმრავლით და მრავალფეროვნებით პრაქტიკულად არც ახსოვს არავის, რომ ყოფილიყო მოწყობილი. საგულისხმოა ის, რომ აქ რამოდენიმე სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან და ფონდებიდან
არის ექსპონატები გამოფენილი. ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნებთ ქართველი დიდი კორიფეების საიუბილეო გამოფენებს. გახსოვთ, იყო ფიროსმანი, იყო დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის გამოფენები და დღეს არის იაკობ ნიკოლაძის გამოფენა, ადამიანის, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ხელოვნების განვითარებაში და ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ქართველებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში. დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში საუკეთესო ექსპონატებთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული იაკობ ნიკოლაძის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, ეს არის ლადო ალექსი-მესხიშვილის ბიუსტი და მინდა გითხრათ, რომ ეს საეტაპო ნამუშევარი აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის იაკობ ნიკოლაძის წვლილი ქართული კულტურის ისტორიაში. საკითხავი მშობლებისა და შვილებისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობის ფარგლებში ქართველი მწერლების პუბლიკაციების კრებული გამოიცა. კრებული, რომელშიც ცნობილი ქართველი პროზაიკოსების დღემდე ნაკლებად ცნობილი წერილები შევიდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში გამოიცა. პუბლიკაცია კამპანიის კაცები ზრუნავენ, მისი ნაწილია წარწერის პრეზენტაცია გამომცემლობა არტანუჯის წიგნის სალონში გაიმართა. და ბავშვობიდანვე ჩვენ ამ ნაწარმოებებში, რომელიც საგანგებოდ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, შესულია გამორჩეული ქართველი ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ძალიან კარგად გვიყვება, მოგვითხრობს ამა თუ იმ ავტორის მამაშვილურ ურთიერთობაზე, იმ ურთიერთობაზე, რომელიც ერთი შეხედვით პირადია, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. პროგრამა გარემოს დაცვითი ინიციატივებისათვის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების დაფინანსებას ითვალისწინებს. სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდება. რომელ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსების მიღების საშუალება და რა სახის პროექტებს მიენიჭება უპირატესობა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ანა შუბითიძე მოვიწვიეთ დღეს გადაცემაში. ანა, დილამშვიდობის. მოგესალმებით, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მოგზანებისთვის. როდის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და რა ფორმით უნდა წარადგინონ განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა? მოგახსენებთ, ფაქტობრივად გუშინ ჩვენ გქონდა შეხვედრა ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ პირებთან, სადაც მოვახდინეთ ახალი სამუშაო ფაზის დაანონსება. რაც შეეხება თავად საგრანტო კონკურსს, კვირის ბოლომდე განთავსდება ინფორმაცია გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდზე და ასევე სხვადასხვა ვებგვერდებზე. მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებსაც არიან რეგისტრირებულები და მუშაობენ საქართველოს ფარგლებში. რამდენი ორგანიზაციის დაფინანსება შეძლებთ, თუ არის განსაზღვრული კონკრეტული რაოდენობა? გამიჭირდება კონკრეტული ციფრის დასახელება, თუ რამდენ ორგანიზაციას დავაფინანსებთ, მაგრამ მთლიანად საგრანტო კაპიტალი არის 400,000 აშშ დოლარი და ერთ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ 50,000 თუმცა წინა ფაზის გამოცდილებიდან გამომდინარე საშუალოდ ზოგს განაცხადი შემოაქვს მეტ თანხაზე, ზოგს ნაკლებ თანხაზე. ამის გამო თანადაფინანსების საშუალება ხომ არ არის? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ჩვენი პროგრამის, რომ ორგანიზაციებმა გარდა იმისა, რომ მოითხოვონ ჩვენგან თანხა, ასევე მოახდინონ თანადაფინანსების გენერირება სხვადასხვა წყაროებიდან. ანა, წელს რა სახის პროექტებს მიენიჭება უპირატესობა თქვენი აზრით, პირველ რიგში რა პრობლემები უნდა გადაიჭრას გარემოს დაცვითი კუთხით? პრიორიტეტები კვლავ რჩება იგივე, რაც იყო წინა ფაზის შემთხვევაში, ჩამოვთვლი, ეს არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, საერთაშორისო წყლები, ნიადაგის დეგრადაცია, სახიფათო ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, თუმცა უპირატესობა, რომელს მიენიჭება, ამის თქმა მიჭირს, იმიტომ რომ ყველა მათგანი არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის და ამას თავად გადაწყვეტენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ რომელს მიენიჭებენ უპირატესობას. კლიმატის ცვლილება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც აღნიშნეთ, რა სახის პროექტებს ელოდებით ამ მიმართულებით? კი, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დამეთანხმებით არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა გლობალურ დონეზე და მათ შორის საქართველოშიც. რაც შეეხება პროექტებს საქართველოში, უპირატესობა მიენიჭებათ ისეთი სახის პროექტებს, რომლებიც იქნებიან მოახდენენ ადგილობრივ დონეზე ენერგოეფექტური და ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული ენერგოწყაროების დემონსტრირებას. რასაც
საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, ამ შემთხვევაში დაფინანსება რამდენად იქნება საკმარისი აღნიშნული პროექტი? არც ისე დიდ თანხებზეა საუბარი, ელემენტარული ალტერნატიული ენერგოწყაროები, მაგალითად ჩვენ განვახორციელებთ მსგავსი პროექტები გორში, რუსთავში, ტყიბულში, არ იყო დიდ თანხებთან დაკავშირებით. აქ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება მოხდეს თანადაფინანსების გენერირება და ძირითადად ეს იყო თანადაფინანსება ადგილობრივი მთავრობისგან და მათ შორის კერძო სექტორისგან, მაგალითად ჩვენი წარმატებული პროექტები განხორციელდა საბავშვო ბაღებში მოხდა დათმუნების ღონისძიებები, საბავშვო ბაღების ბენეფიციარებს მიეწოდებათ სითბო და ცხელი წყალი, ეს მნიშვნელოვანია, რადგან გაუმჯობესდა მათი გარემო პირობები. და დანახარჯიც იქნება გაცილებით ნაკლები. ბუნებრივია ესახება მათ, რა ქვია, შემოსავლებზე და ბუნებრივია მცირდება CO2-ის ემისიები, რაც მნიშვნელოვანია, ამცირებს ნეგატიურ ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე. ანუ მე საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება ეს პროგრამა, როგორი იქნება მისი ჩართულობა, რა ფორმით ჩაერთვება სამინისტრო ამ პროცესში? მოგახსენებთ, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩვენი საბჭოს წევრები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას საპროექტო წინადადებების განხილვაში, დამტკიცებაში და შემდეგ მონიტორინგში, თუმცა სამინისტროს გარდა საბჭოს წევრები არიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ასევე როცა შევიმუშავეთ სტრატეგია, მცირე გრანტების პროგრამის სტრატეგია, აბსოლუტურად თანხვედრაშია ეროვნულ პრიორიტეტებთან და მათ შორის იმ პრიორიტეტებთან, რასაც განსაზღვრავს გარემოს დაცვის სამინისტრო. გარკვეულ კონსულტაციებსაც ხომ არ ითვალისწინებს იმ პროექტების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ განაცხადებს? რა თქმა უნდა, პირველი ფაზის დროს, რომელიც ფაქტურად დეკემბერში იქნება და ორგანიზაციებთ ექნებათ უფლება შემოიტანონ მოკლე საპროექტო წინადადებები, ყოველკვირეული საკონსულტაციო შეხვედრები იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მე გავუწევ უშუალოდ კონსულტირებას და ასევე იქნება გასვლები რეგიონებში, დიდ ქალაქებში ჩამოთვლით თუ შეიძლება ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, დედოფლის წყარო, სადაც იქ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასწარ დაანონსდებათ და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრებში. დიახ, ანა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება სახიფათო ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების მართვის საკითხი. ეს პირდაპირ ეხება კერძო კომპანიებს, რომლებსაც ნარჩენების მართვის კოდექსი ავალდებულებს ნარჩენების დახარისხებას, უტილიზაციას. პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციების როლი რა იქნება ამ შემთხვევაში? არის თუ არა შესაძლებელი, რომ პროექტის ფარგლებში მათ მძიმე მრეწველობაში ჩართულ კომპანიებთან თანამშრომლობა დაიწყონ? ასეთი პრეცედენტი თუ ყოფილა? მსგავსი პრეცედენტი წინა ფაზის დროს არ ყოფილა სამწუხაროდ, მაგრამ რა თქმა უნდა ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ეს კონკრეტული მიმართულება, თუმცა ეს პრობლემა მარტო ამ ჭრილში არ შეიძლება განიხილოს, აქ მნიშვნელოვანია როგორც მთავრობის როლი, ასევე თავად ადგილობრივი მოსახლეობის როლიც. დიდი სიამოვნებით დავაფინანსებთ ასევე ისეთ ინიციატივებს, რაც გულისხმობს ადგილობრივ მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის პლატფორმის ხელშეწყობას, რათა მათ ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე და სტრატეგიაზე ამ მიმართულებით, ასევე მოხდეს გარკვეული შესაძლებლობების ზრდის აქტივობებისა და ცნობიერების სასამართლებელი სამუშაოები მოსახლეობისთვის, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს სახიფათო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ, როგორიც არის მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, ოზონდამშრალი ნივთიერებები, მძიმე მეტალები და როგორ შეიძლება ისინი ჩანაცვლდნენ სხვა ალტერნატიული საშუალებებით. გასაგებია, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი მინდა ვახსენო, რომელიც ხარაგაულში განხორციელდა ქიმიური ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები დაინერგა, უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს თანამედროვე მეთოდები? კი ბატონო, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროექტია ეს პროექტი, თუ არ მიწყენს დანარჩენი გრანტიორები. მადლობა მინდა გადაუხადო მის ავტორს ხათუნა მანჯავიძეს, რომელმაც ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა მცირე ზომის სოციალური საწარმო, სადაც ხდება პლასტიკური ნარჩენის დაპრესვა და შემდეგ მისი ტრანსპორტირება ხდება თბილისში და ჩაბარება. თანადამფინანსებელი ამ პროექტის იყო ხარაგაულის ადგილობრივი მთავრობა და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამისათვის დაჯილდოვდა პრემიერის მიერ, როგორც ინოვაციური იდეის მხარდაჭერი მუნიციპალიტეტი, ეს მოხდა 2015 წელს და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი სახის ინიციატივა
ინიციატივები კვლავ შემოვა ახალი ფასის ფარგლებში და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას მოუწოდო რომ არ დაწვან პლასტიკური ნარჩენი, ჯობია ის მოათავსონ საყოფაცხოვრებო ნარჩენთან ერთად, რადგან პლასტიკური ნარჩენის დაწვის დროს მნიშვნელოვანი სახიფათო ნივთიერებების გაფრქვევა ხდება გარემოში და ხათუნა მანჯავიძე მოახერხა ის რომ ხდება მისი შეგროვება ხარაგაულში და არ ხდება მათი დაწვა. გასაგებია და ბოლოს მინდა კითხოთ 400.000 ლარი ახსენეთ თქვენ, რაც არის პროგრამის ბიუჯეტი, ხომ არ იგეგმება მომავალი წლისთვის უკვე ამ თანხის გაზრდა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც უკვე დავინახეთ, თუ არ ვთქვი 2018 წლამდე გაგრძელდება პროექტი. დიახ, პროგრამა მიმდინარეობს 2018 წლის ბოლომდე, რაც შეეხება თანხებს სამწუხაროდ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ დამატებითი რესურსის ალოკაცია არ მოხდება საქართველოში, მაგრამ მინდა აქვე დავძინო, დღეს სანამ თქვენთან მოვიდოდი შევამოწმოთ ჩემი ელექტრონული პოსტა და დამატებითი რესურსი გამოიყო გერმანიის მთავრობის მიერ, რომელიც მოხმარდება დაცული ტერიტორიების გარშემო მცხოვრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდას, რათა ისინი იქნენ ჩართული აქტიურად დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხებში. საგრანტო თანხის საშუალო რაოდენობა არის 200.000 აშშ დოლარი, რაც დამატებით საშუალებებს გვაძლევს ჩვენ რომ უფრო მეტი ზეგავლენა და დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ გარემოსდაცვის კუთხით. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ამ სიახლის გაჟღერებისთვისაც. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ანა შუბითიძე იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების დროა. თამბაქოზე აქციზი 60 თეთრით იზრდება, ბენზინზე კი ორმაგდება. გადასახადების გაზრდით მთავრობა მოხმარების კლებას და ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ელის. ნავთობპროდუქტებზე აქციზის ღირებულება 1 ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება დიზელზე, 150-დან 400-მდე, ხოლო 1000 კუბურ მეტრ გაზზე 80-დან 200 ლარამდე. ასევე იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და გადასახადი ავტომობილების იმპორტზე. თამბაქოსა და ავტომობილებზე ფინანსთა სამინისტრო 45 მილიონი ლარის შემოსავლის მობილიზებას ვარაუდობს. დამატებით 50 მილიონი შევა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან. ცვლილების შედეგად მთავრობა თამბაქოს მოხმარების 10%-დან ავტომობილებზე კი მოთხოვნის 25%-იან კლებას ელის. მთავრობა ბანკებს ლარში სესხების გაცემას დაავალდებულებს. 2017 წლის 1 იანვრიდან ბანკები მცირე ზომის 100.000 ლარამდე სესხების გაცემას მხოლოდ ლარში შეძლებენ. 2018 წლიდან კი სესხის ზედაზღვარი 200.000-მდე გაიზრდება. ახალი რეგულაციით ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარში, თუმცა ეს სხვა ვალუტის ფასის გამოცხადების აკრძალვას არ გულისხმობს. აღნიშნული ნაბიჯებით უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეგულაციების სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდას არ გამოიწვევს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე ზომის სესხები დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, როგორც არ გამოიწვევია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, როდესაც ჩვენ გავზარდეთ სარეზერვო მოთხოვნების ზაფხულში, პირიქით გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს ქვეყანაში რისკების და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. მთავრობამ ონლაინ სესხების აკრძალვა დაანონსა. 40-მდე საფინანსო კომპანიას დახურვა ემუქრება. მოტივად მომხმარებლების უფლებების დაცვა სახელდება და მასზე მუშაობა ეროვნულ ბანკთან ერთად მიმდინარეობს. ამასთან მთავრობაში ამბობენ, რომ ონლაინ სესხები ეკონომიკისთვის არაჯანსაღია და ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელი ბაზარზე არ უნდა მუშაობდეს. გადაწყვეტილებას იწონებენ მოქალაქეების სპეციალისტები და მსგავს კომპანიებს გაერთიანებისკენ და კვალიფიციურ საკრედიტო დაწესებულებებად ჩამოყალიბებას ურჩევენ. მივესალმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაირთი, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. არ გამომიყენებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახეა ნამდვილად. უნდა იკრძალოს ყველა ვარიანტი. არ სარგებლობ ამ სესხებით და ამიტომ კონკრეტული პასუხი არ მაქვს. რეგულაციასთან დაკავშირებით მიდიოდა მათთან მუშაობა, ჩვენი ასოციაციის ფარგლებში. უბრალოდ ანუ ჯერ არ იყო დასრულებული ეტაპი და ეს განცხადება რაც დღეს გაკეთდა, გავიგეთ ეხლა, ანუ არ ვიცოდით, საქმეში არ ვიყავით. ასოციაციის შემავალი კომპანიები ზუსტად ეხლა გავალთ ამ ინფორმაციას, მოვიძიებთ, გავაანალიზებთ და აუცილებლად ასოციაციის სახელით იქნება განცხადება გაკეთებული. ერთბაშად აკრძალვაზე არ იქნება საუბარი, აქ იქნება ონლაინ კომპანიებზე და მოდით ესე ვთქვათ, რომ მათი აკრძალვაც ნამდვილად კატასტროფა არ იქნება არც მათთვის, მოახდინონ მათ გამშვილება, ჩამოყალიბდნენ როგორც კვალიფიციური საკრედიტო დაწესებულებები და მათთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს და შემდგომში შეეძლებათ ასევე დარჩნენ ბაზარს.
რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ონლაინ სესხების აკრძალვას. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით დილამ მშვიდობის ბატონ ზურაბ. გამარჯობა. მაშინ, როდესაც ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებზე რეგულაციებიც კი არ არსებობდა, მთავრობამ ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ონლაინ სესხები უნდა აიკრძალოს. მოტივად დასახელდა საზოგადოების დაკვეთა. თქვენი აზრით, ვის სურს დღეს ონლაინ სესხების აკრძალვა? მათ ვისაც შეხებაც არ ქონია მასთან, თუ მათ ვინც აქტიურად იყენებს ონლაინ სესხებს. პირველ რიგში უნდა დავსვათ შემდეგნაირად საკითხი, რომ პრობლემა გაჩნდა არა მაშინ, როდესაც ონლაინ სესხები შემოვიდნენ, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები შემოვიდნენ ბაზარზე, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში რეალურად დადგა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ძალიან მწვავე პრობლემა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ თავის დროზე თუნდაც 2008-9-10 წლები ჩვენ გვახსოვს, ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის პროდუქტებზე, როგორიც იყო ძალიან მცირე სამხმარებლო სესხები და ამ სესხებს გასცემდნენ ძირითადად ბანკები საკრედიტო ბარათების საშუალებით. უკვე შემდეგ, რაც ამ პროდუქტების ბუმმა გადაიარა, ასე ვთქვათ და ვთქვათ, ეს პროდუქტები წარუმატებელი აღმოჩნდა საბანკო სისტემისთვის, პოპულარული გახდა ონლაინ კრედიტები. ანუ რა არის თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ონლაინ კრედიტი? ონლაინ კრედიტი არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი, როგორც ანუ ტექნიკურად მარტივად, ანუ ამ სესხების გაცემა ხდება ონლაინ სივრცეში სახლიდან გაუსვლელად, ასევე თვითონ სესხის გაცემის და დამტკიცების პროცედურა იყო და არის კიდე ძალიან მარტივი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამის გამო ბატონ ზურა, ხომ არ თვლით, რომ რეგულაციების დაწესება იქნებოდა უფრო მისაღები, ვიდრე რადიკალური ნაბიჯი აკრძალვა? მე ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად მუშაობ ამ საკითხზე, გამოვდიოდი კიდეც და დღესაც გამოვდივარ რეგულაციების ინიციატივით. ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა წარმოდგენილი კონკრეტული პაკეტი, როგორი უნდა ყოფილიყო რეგულაციები. როგორია თქვენი შეთავაზება? უბრალოდ მე დავასრულებ ჩემს მოსაზრებას. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი პრემიერის გუშინდელი განცხადება ჰქონდა უფრო პოლიტიკური სარჩული, ვიდრე ეკონომიკური სარჩული და მე ვფიქრობ, რომ ის მწვავე, უბრალოდ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ მისი განცხადება და მე ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის აკრძალვაზე საუბარი არ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ ერთის მხრივ რომელიმე კომპანია შეუზღუდო კანონით დაშვებული სამეწარმეო საქმიანობა, ეს არის შეუძლებელი, მეორეს მხრივ თვითონ სესხის გაცემის ფორმა არ ამგონია შეიზღუდოს. აქ უფრო მე ვფიქრობ, რომ იქნება ამ სუბიექტების თვითონ სტრუქტურული შინაარსის ცვლილებაზე საუბარი და თქვათ ონლაინ სესხების გამცემ კომპანიას მოუწევთ ასე ვთქვათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, შეიძლება რამდენიმე შემთხვევაში ბანკად გადაქცევა და ასე ვთქვათ დარეგისტრირება, შესაბამისი ლიცენზიის მიღება და ამ ლიცენზიის პირობებით გარკვეული რეგულაციების ჩარჩოში მოქცევა. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის დღევანდელი ინიციატივა უფრო გულისხმობს მეტნაკლებად რეგულაციების გამკაცრებას, ვიდრე რაიმეს აკრძალვას. ამ ყველაფერს დავინახავთ ალბათ ახლო მომავალში, როდესაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული გეგმა. თქვენი აზრით ონლაინ სესხებს ჩაანაცვლებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები? აქ ასე არ უნდა დავსვათ საკითხი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძირითადად დღეს მიღებული პრაქტიკის თანახმად ეწევიან სალომბარდო საქმიანობას, იქნება ეს პირდაპირი გაგებით, თქვათ, ძვირფასეულობის ლომბარდი, ავტომობილების ლომბარდი, თუ თქვათ იპოთეკური კრედიტების, იპოთეკური ცოტა ესე სხვა სიტყვა, ანუ პირდაპირ თქვათ საცხოვრებელი თუ სხვა უძრავი ქონების თუ მყარად უზრუნველყოფილი სესხების გაცემა, ხოლო ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს არ აქვთ ასე ვთქვათ ორიენტირი უზრუნველყოფაზე, მათთვის მთავარი არის სესხების სწრაფად გაცემა, მაღალი საპროცენტო განაკვეთით და შესაბამისად არსებული რისკების მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ასე ვთქვათ, დაფინანსება და დაბალანსება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ თუ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები უბრალოდ გადაკეთდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, ეს იქნება უბრალოდ საქმიანობის ოფიციალური ფორმის შეცვლა და მეტი არაფერი. ანუ რეალურად ბატონ ზურა იგივე ფუნქციაში ასრულებენ თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ
ანუ დღეს ანუ მე პირადად საზოგადოებაში მოვიაზრები და მე ვთვლი რომ ონლაინ სესხების გაცემის პროცედურა ძალიან უნდა შეიზღუდოს, თუმცა მე ვერ ხედავ შესაბამის საკანონმდებლო ბერკეტს, თუნდაც კონსტიტუციიდან გამომდინარე, რის მიხედვითაც მთავრობას ან ვინმე შეიძლება რომელიმე კომერციული სუბიექტის საქმიანობის აღზრდა ქვეყანაში. შესაბამისად, მე ვთვლი რომ ონლაინ სესხების, ასე ვთქვათ, გამცემი კომპანიების მოდერნიზება მოხდება, მათი მკაცრი რეგულაციების ჩარჩოებში მოქცევა, თუმცა ეს პროდუქტი ბაზარზე დარჩება. დიახ, ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება კრიმინალური ავტორიტეტებისთვის იქნება სასარგებლო, ან იატაკქვეშეთში გადავა ეს პროცესი. როგორ ფიქრობთ, თქვენ არის ამის საფრთხე? ეკონომისტების ის ნაწილი, რომლებიც რეგულაციების შემდეგ ვთქვათ, ეს არა მარტო ონლაინ სესხებს ეხება, რეგულაციების, ვთქვათ, ნებისმიერ სფეროში რეგულაციების გამკაცრებას უკავშირებენ ამ საქმიანობის იატაკქვეშეთში გადასვლას, ჩემი აზრით არიან ძალიან არასწორ პოზიციაზე და ვთქვათ, თუ რაიმე საქმიანობა გადავა იატაკქვეშ და ვთქვათ, მოექცევა უკანონო ან კანონმიღმა ჩარჩოებში, ამისთვის არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ეს საქმიანობა უნდა ვთქვათ, იატაკქვეშეთში და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა უნდა შეზღუდონ. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მე სწორედ იმიტომ რეგულაციების მომხრე და არა აკრძალვის მომხრე, რომ ეს საქმიანობა გადავიდეს ნორმალური, ცივილიზებული და ეკონომიკურ ლოგიკას დაემქვემდებაროს და არ ვითხოვთ აკრძალვას, იმიტომ რომ ვთქვათ, არ მოხდეს ამ საქმიანობის ჩრდილოვან სექტორში გადასვლა და მე ვფიქრობ, რომ ასე არც მოხდება. მე უბრალოდ ეხა იატაკქვეშეთში გადასვლა, მოდით ეხა რეალურად ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად ეს საქმიანობა, ვთქვათ, ფულის გასესხება სხვადასხვა ტიპით არის უკვე იატაკქვეშეთში გადასული და მოქცეული და ვთქვათ, უფრო უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ის საქმიანობა, ვთქვათ, კერძო მევახშეობას გულისხმობს, გადმოვიდეს ლეგალურ სივრცეში და ეს საქმიანობაც იყოს საგადასახადო ადმინისტრირების გასაგებია. ბატონ ზურაბ, ეკონომიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანია იარსებებს თუ არ იარსებებს ქვეყანაში ონლაინ სესხები, რაიმე თანხა შედიოდა? მოდით ესე დავსვათ საკითხი. ამ ზოგადად ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისგან მომავალი პრობლემები არის უფრო სოციალური შინაარსის, ვიდრე ეკონომიკური შინაარსის, ვინაიდან მათ მიერ ჯამურად გაცემული სესხები გაცილებით ნაკლებია, ძალიან დიდი წილით არის ნაკლები, ვთქვათ, იგივე საბანკო სისტემის მიერ გაცემულ კრედიტებთან შედარებით, ან იგივე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ კრედიტებთან შედარებით, შესაბამისად, რაიმე ეკონომიკური ტიპის პრობლემების შექმნას ვერ ხედავ. მე უბრალოდ აქ არის, ჩემი აზრით, მე კიდევ ერთ მომენტზე მინდა ხაზი უბრალოდ ყურადღება გავამახვილო, მე კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ ონლაინ სესხების რეგულირებასთან ერთად და თქვათ იმ საკანონმდებლო პაკეტებთან ერთად, რაც გუშინ წარმოადგინა მთავრობამ, აუცილებელი არის ზოგადად ქვეყანაში სამხმარებლო დაკრედიტების პოლიტიკის გადახედვა და ეს არ ეხება მხოლოდ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს, ეს პირველ რიგში ეხება ბანკებს. მე თავისთავად ვიზიარებ და დადებითად ვაფასებ იმ პოზიციას, რომ შეიზღუდოს მცირე სესხების დოლარში გაცემა, თუმცა ზოგადად რამდენად მიზანშეწონილია ისეთი სამხმარებლო კრედიტების დაკრედიტების გაგრძელება, რომელიც რეალურად აფინანსებს მხოლოდ იმპორტს და ანუ ქვეყნისგან ფულის გასვლას, ეს ამის მიზანშეწონილობას დღეს ქვეყანაში ვერ ხედავ. ბატონ ზურა, ითქვა ისიც, რომ შესაძლოა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ, თუ კი აღარ იარსებებს ონლაინ სესხები, თქვენ უკავშირებთ თუ არა ამ ორ იცით რა არის? ჩვენი ეკონომიკა არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ შესაბამისად ის პროდუქტები უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ბანკების საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა, ანუ გაიზრდება თუ შემცირდება, თქვა საპროცენტო განაკვეთები, ეს არ არის დაკავშირებული პრინციპში დოლართან და ლართან. ეს დაკავშირებული არის იმასთან, თუ რამდენად ჯანსაღია შენი ეკონომიკა. მაგრამ თუ დღეს დოლარში სესხი არის იაფი, ყველა კარგად ხედავს, რომ ეს არის უბრალოდ ერთჯერადი დაწერილი ციფრი და თქვათ ძალიან დიდი რისკით არის მატარებელი ვალუტის კურსის ცვლილება. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა იცოდეს, როდესაც კრედიტს იღებს, რა საპროცენტო განაკვეთი ექნება. მე ვფიქრობ, რომ ეს მიუხედავად იმისა, გაძვირდება თუ არა ლარში სესხები, მე ვფიქრობ, რომ ეს
ეს ინიციატივა მაინც მისასალმებელია, ვინაიდან ადამიანს, როდესაც ის კრედიტს აიღებს, უკვე გარკვეული ექნება ზუსტად რამდენი თანხა უნდა დააბრუნოს. გასაგებია, ბატონ ზურა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ფაქტობრივად არა. მინდა მაინც კითხოთ, თქვენი აზრით, როდესაც მოხდება ამ ორგანიზაციების შეფასების გადაკეთება, თქვათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად, მოუწევთ თუ არა იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ონლაინ სესხები აღებული, სრულად დაფარვა იმ პროცენტების, რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, თქვენ თუ გაქვთ ჩამოყალიბებული? მოდით მე ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შეკითხვისთვის და ვეცდები ძალიან კაფეო პასუხი გავცე, რომ საზოგადოებაში ამ ბუნდოვანმა განცხადებამ შექმნა განწყობა, რომ მოდით ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია უქმდება და არ გადავიხადოთ კრედიტები, ეს ასე ნამდვილად არ იქნება. ადამიანებს აქვს ვალდებულებები და ეს ვალდებულებები ძირი თანხის და საპროცენტო განაკვეთის ნაწილში აუცილებლად უნდა დაიფაროს და აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ, უნდა მოემსახურონ ამ ვალდებულებებს. უბრალოდ მე ჩემი წინა პერიოდის გამოსვლებში ვახსენებდი იმას, რომ მოერიდონ ძალიან მაღალი და არადეკვატური პირგასატეხლოების გადახდას, იმავე პოზიციაზე ვდგები ბუნებრივია, მაგრამ ძირი თანხის და საპროცენტო განაკვეთის გადახდა, ვინაიდან ეს არის რეალურად მიღებული პროდუქტის ადეკვატური, ეს არის აუცილებელი. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ ზურავ, ნახოთ იქნება ეს აკრძალვა თუ გარკვეული რეგულაციების დაწესება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ახლა რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 53 თეთრი ღირს, 1 ევრო 2 ლარი და 68 თეთრი, 1 ფუნტი სტერლინგის შეძენა 3 ლარად და 15 თეთრად შეგიძლიათ, 100 რუსული რუბლი 3 ლარი და 99 თეთრი, 1 თურქული ლიրա კი 74 თეთრი ღირს. ახლა კი სპორტის სიახლეებით გიორგი თვალაბეიშვილი გვესწრება. მოგესალმებით. ბრაზილიაში 3 დღიანი ბრძოლა გამოცხადებული საფეხბურთო კლუბ შაპეკოენსეს დაღუპვის გამო. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი ინფორმაცია გავრცელდა და სწორედ ამ თემით დავიწყებთ რამდენიმე წამში სპორტულ გამოშვებას. მთელი საფეხბურთო და სპორტული სამყარო შეძრა ბრაზილიური კლუბის შაპეკოენსეს ავიაკატასტროფაში დაღუპვამ. ეს კლუბი ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსიდან კოლუმბიაში ქალაქ მედელინში მიემგზავრებოდა სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში კოპა სუდამერიკანას ფინალში მონაწილეობისთვის პირველი მატჩი სათამაშოდ. თვითმფრინავმა კატასტროფა მედელინიდან 20 კილომეტრის მოშორებით გაინცადა. კატასტროფის წინასწარ მიზეზად სახელდება საწვავის ნაკლებობა. კოპა სუდამერიკანას ფინალში შაპეკოენსე უნდა შეხვედროდა მედელინის ატლეტიკო ნასიონალს. კოლუმბიის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციის თანახმად ავიაკატასტროფაში დაიღუპა 71 ადამიანი და გადარჩა მხოლოდ 6. სხვა შორის გადარჩენილთაგან არის 6 ფეხბურთელი ალან რუშელი, ჯექსონ ფოლმანი და ხელიო სამპიერ ნეტო. შეიძლებოდა 4 გადარჩენილი ფეხბურთელიც ყოფილიყო, მაგრამ უკვე მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიცვალა შაპეკოენსეს ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის მეკარე დანილო, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს გუნდი გასულიყო კოპა სუდამერიკანას ფინალში. თუმცა ეს გუნდი არსებობას არ შეწყვეტს, ვინაიდან 9 ფეხბურთელი დარჩა სამშობლოში, ვინაიდან ისინი ფინალის განაცხადში ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, პორტუგალიურმა ბენფიკამ და რამდენიმე ბრაზილიულმა გუნდმა საკუთარი ფეხბურთელები შესთავაზეს შაპეკოენსეს. ეს გუნდი დაარსებული 1973 წელს პატარა ქალაქ შაპეკოს გუნდი გახლავთ. 2014 წელს ის გადავიდა ბრაზილიის სერია A-ში და უკვე 2016 წელს მან მოიპოვა კოპა სუდამერიკანასში თამაშის უფლება და ამ ტურნირის ფინალამდე მიაღწია. თან გზად 2 არგენტინული გრანდი გამოტიშა ბრძოლას. ერთი ინდეპენდიენტე პენალტების სერიით მოიგო და ჩემს მიერ ნახსენები დანილო აი ორ-რაუნდიანი დაპირისპირების გმირი იყო და ასევე ნახევარფინალში წინა წელს კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული სან ლორენსოს დაამარცხა შაპეკოენსემ. ახლა კი ის გამოცხადდება სავარაუდოდ 2016 წელს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულად, ვინაიდან ატლეტიკო ნასიონალმა შესთავაზა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციას, რომ სწორედ ეს ბრაზილიური გუნდი გამოცხადდეს აი ამ ტურნირის გამარჯვებულად. უამრავი ჭორი ვრცელდება სხვათა შორის ამ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მაგალითად გახლავთ ის, რომ თურმე აი ამ თვითმფრინავით, რომელმაც გაინცადა კატასტროფა, ერთი თვის წინ შესარჩევი ტურნირის დროს სამხრეთ ამერიკის მსოფლიოს ჩემპიონატის მგზავრობდა ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი. ახლა კი ევროპულ ფეხბურთზე გადავიდეთ, სადაც ყველაფერი მშვიდობიანად და იქ დაიწყო რამდენიმე ქვეყანაში თასის მატჩები და ასევე ტურის მატჩები არის საფრანგეთში. დავიწყოთ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო გუშინ და ლივერპულმა გაიფილია ნახევარფინალისკენ. მან საკუთარ მოედანზე ქვედა დივიზიონელი ლიდსი დაამარცხა ანგარიშით 2-0. ერთგვარი ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე იურგენ კლოპმა, უახლოესი რეზერვი გამოსცა და დავით ორიჯი ბელგიელმა ფეხბურთელმა 76 წუთზე გახსნა ანგარიში 18 წლის ტრენტ არნოლდის პასის
შემდეგ, ხოლო მეორე გოლი ლიცის კარში გაიტანა 17 წლის უელსელმა ბენჯამინ ვუდბერნმა, რომელმაც ვინალდუმის პასი გამოიყენა. 2-0 მოიგო ლივერპულმა, გუშინ ასევე პენალტების სერიაში ჰალმა დაამარცხა ნიუკასლი. დღეს კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება. არსენალი შეხვდება საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი მიიღებს ასევე საკუთარ მოედანზე ვესტ ჰემს. სხვადასხვა ეს გუნდები რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს. გადავიდეთ ესპანეთის თასზე, იქ დაიწყო მე-16 ფინალური ეტაპი. პირველი მატჩებია ორაუნდიანი დაპირისპირების და ვალენსიამ თითქმის გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან დაამარცხა სტუმრად ლეგანესი ანგარიშით 3-1. ეს გუნდები პრემიერ დივიზიონის ხელში მეზობლად არიან, ლეგანესი მე-15 ადგილზეა, ვალენსია მე-16-ზე, თუმცა ამ მატჩში იგრძნობოდა კლასში სხვაობა. ვალენსიამ უკვე 25 წუთისთვის 2 გოლი გაიტანა. ბარსელონადან იჯა ეთაყვანილმა მუნირ ელჰადადიმ გახსნა ანგარიში მე-3 წუთზე, 25 წუთზე კი ალვარო მედრანმა გაიტანა მეორე გოლი 2-0. ლეგანესმა მეორე ტაიმში გაიბრძოლა, კერძოდ ვენესუელელმა დარვინ მაჩისმა შეამცირა სხვაობა 1 ბურთამდე, თუმცა 91 წუთზე ვალენსიამ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა კონჩეტევის შემდეგ, ცენტრში დაკარგეს ბურთი მასპინძლებმა და ბელგიელმა ზაკარია ბაკალიმ საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ვალენსიამ მოიგო და ერთი კვირის შემდეგ გასამართი განმეორებითი მატჩი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალობა გახადა. მათ შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატს, აქ დაიწყო მე-15 ტური და გუშინ ერთ-ერთი ლიდერი მონაკო თამაშობდა. მონაკომ დასანანი 2 ქულა დაკარგა სტუმრად დიჟონის წინააღმდეგ. მონაკო შესანიშნავად გამოიყურება, ის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია უკვე გასული. 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თან ამ სერიაში იყო 2 მოგება, 6-0 ნანსისთან და 6-2 მონპელიესთან. თუმცა დიჟონთან სტარტზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ამ გუნდმა ვერ მოახერხა. გვიდო კარელიამ გახსნა ანგარიში დააწინაურა სტუმარი გუნდი, ხოლო დიჟონი 97 წუთზე გადაარჩინა ფრედერიკ სამარიტანომ, რომელმაც დიონის პასის შემდეგ შეძლო თავის გამოჩენა. მოკლედ ფრე 1-1, მონაკო მართალია 2 ქულა დაკარგა, მაგრამ ის გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი, ვინაიდან ის ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს ნიცას 23 ქულა აქვს ამ გუნდებს, ხოლო მესამე ადგილზეა პარი სენ-ჟერმენი 32 ქულით. დღეს ჩაატარებენ ნიცას და პარი სენ-ჟერმენის თავიანთ შეხვედრას მე-15 ტურში და დიდი ალბათობით შეიცვლება ლიდერი საფრანგეთის ჩემპიონატში, ჯერჯერობით დროებით ლიდერი კიდევ ერთხელ გამიმეორებ არის მონაკო ჩემპიონთა ლიგის ბინადარი საფრანგეთიდან. და ახლა გადავიდეთ კალათბურთზე, კერძოდ NBA-ზე. ჯერ ვნახოთ რა ხდებოდა დღეს დილით რეგულარულ სეზონში. 2 მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა დღევანდელ სათამაშო დღეს. კერძოდ კლივლენდმა წააგო თავისი მესამე შეხვედრა სეზონში. ლებრონ ჯეიმსის გუნდი სტუმრად დამარცხდა მილუოკისთან, თანაც დიდი ანგარიშით 17 ქულით, 118-ით 101 მოიგო მილუოკი მეშეხვედრა და განაპირობა ეს გამარჯვება იანის ანტეტოკუმპომ, ბერძენმა ლეგიონერმა მილუოკისა, რომელმაც ამ მატჩში 34 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა. რაც შეეხება კლივლენდის ლიდერ ლებრონ ჯეიმს, მისი მონაგარი შედარებით მოგზალებული იყო 22 ქულა, ასევე 20 ქულა დააგროვა ირვინგმა, ხოლო კევინ ლავმა მესამე ლიდერმა კლივლენდისა ორმაგი დუბლი მიითვალა, 13 ქულა, 13 მოხსნა. ახლა კლივლენდს აქვს 13 მოგება რეგულარულ სეზონში და 3 წაგება და ის აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერია. რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ ერთ-ერთმა ლიდერმა სან ანტონიო სპურსმა შეწყვიტა თავისი 9 მატჩიანი მოგებათა სერია, მას შემდეგ რაც საკუთარ მოედანზე სენსაციურად დამარცხდა ორლანდო მეჯიკთან, რომელსაც ამ მატჩამდე საერთოდ უარყოფითი ბალანსი ჰქონდა გათამაშების ცხრილში. ორლანდომ მოიგო 12 ქულის სხვაობით 95-93, ხოლო პირველ მეოთხედში იმარჯვა სან ანტონიო 4 ქულით, ამის შემდეგ მომდევნო 3 მეოთხედი უკვე სტუმრებს დარჩათ, რომლის რიგებშიც ყველაზე შედეგიანი იყო ოკლაჰომას ყოფილი ცენტრი სერჟი ბაკა, ის ანგარიში 18 ქულა მოდის, ხოლო სან ანტონიოს რიგებში როგორც ყოველთვის შედეგიანები იყვნენ კავაი ლეონარდი და ლამარკუს ოლდრიჯი, რომლებმაც შესაბამისად 21 და 16 ქულა დააგროვეს. უბრალოდ სან ანტონიოს არ ქონდა მაღალი პროცენტი ამ შეხვედრაში ტყორცნების გამოყენების და ამან გამოიწვია მათი 9 მატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტა. ხოლო რა ხდებოდა გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ამას შევიტყობ ჩვენ უკვე ტოპ 10-ით, რომელიც მოგვიმზადა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა. გუშინ 7 მატჩი იყო, ჩვენ ერთ-ერთზე გუშინ დიამბეთ გოლდენ სტეიტმა საბოლოოდ დაამარცხა ატლანტა 105-100. ეს კი მე-10 ადგილი ჩვენი ტოპ 10-ის კომბინაცია ჯოშ მაკრობერცი, გორან დრაგიჩი და ამ უკანასკნელის 2 ქულა. აღსანიშნავი იყო პასი, როცა ტაილერ ზელეს ფეხებში გაუტარა ბურთი მაკრობერცმა. ისევ მაიამი ბოსტონი, ისევ დრაგიჩის აქტიურობა, სლოვენიელის პასით ამჯერად 2 ქულა იყო ჰასან ვაიტსაიდმა ძალიან ეფექტური დანკით.
გადავდივართ მერვე ადგილზე, ეს არის შეხვედრა ნიუ-იორკი ოკლაჰომა, ამ მატჩში რასელ უესტბრუკმა სეზონში მერვე დუბლი, სამაგი დუბლი შეასრულა, თუმცა გამარჯვება მოიპოვა ნიუ-იორკმა ჟოაკიმ ნოასა და პორზინგისის კომბინაცია და ლატვიელის ორი ქულა, შესანიშნავი სეზონი აქვს ჯერჯერობით პორზინგის, ის აშკარა ლიდერად ყალიბდება ნიუ-იორკის და კარმელო ენტონისთან ერთად. Golden State Atlanta, აი მატჩი რომელიც მე ვახსენე და ეს არის მესამე-მეოთხედის ბოლო წამზე ბაზერი რომელიც ჩააგდო კლარკმა დიურანტის პასის შემდეგ. მეექვსე ადგილზე შეხვედრა ტორონტო ფილადელფია და აქაც მეოთხედის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთი, თანაც საკუთარი ნახევრიდან პატრიკ პატერსონმა ტორონტოელმა კალათბურთელმა შეძლო ძალიან შორი მანძილიდან სამხულიანი ჩაგდება. მესამე ხდება ტოპ-10-ში შეხვედრა მაიამი ბოსტონი და ისევ სლოვენიელი დრაგიჩი, ის გამთამაშებელია მაიამის და ამჯერად მისი პასით უკვე დებიუტანტმა მაგ გრუდერმა დანკით ორი ქულა მოიპოვა. რჩება 4 ადგილი მინესოტა იუტა შაბას მუჰამედი მინესოტას ახალგაზრდა შემტევი ფორვარდი მისი ცალხელა ჩატენვა იუტას ფარში. ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს ფილადელფიას კალათბურთელებმა. ფილადელფია კვლავინდებოდა ერთ-ერთი აუტსაიდერი აღმოსავლეთის კონფერენციის. ამ გუნდის გამთამაშებელია ესპანელი სერხიო როდრიგესი, რომელმაც შესანიშნავად წაიღო ბურთი და პასიც ძალიან ორიგინალური გამოუვიდა ლაილსზე, ბაბადია ჯალილ ოკაფორზე, ახალგაზრდა ცენტრზე ფილადელფიასი. ახალ კი ლაილსი ჩემს მიერ ნახსენები მინესოტა იუტას შეხვედრა, ლაილსი არის იუტას რეზერვისტი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ესეთი ძალიან ლამაზი ბურთი ჩაეგდო, თანაც წინააღმდეგობა სერიოზული ჰქონდა მინესოტას სენეგალელი ცენტრისგან ჯენგისგან და პირველი ადგილი ტორონტო ფილადელფია კაილ ლაური ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი გამთამაშებელი მისი რამდენიმე კროსოვერი და ალიუპი ლიტველ იონას ვალანჩუნასთან ერთად. სწორედ ლიტველი კალათბურთელი გახდა გუშინდელი დღის ტოპ-10-ის საუკეთესო მომენტის ავტორი. რა თქმა უნდა კაილ ლაურისთან ერთად. აი ესეთი იყო სპორტული ამბები. დღეს საფეხბურთო დღე ევროპაში გახურდება, უკვე ბევრი მატჩი გაიმართება და ხვალ უფრო ბევრს გესაუბრებით ფეხბურთის შესახებ. მადლობა გიორგი, ასეთი იყო დილის მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 10 საათზე გელით ახალი ამბები ჩვენს ეთერში. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.